გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა გარკვეულწილად გაგრძელება გლობალური განვითარების ინიციატივის, რომელსაც ის შინაარსობრივად ეხმიანება და ავსებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინური პრიორიტეტი ამ შემთხვევაში არის ეკონომიკური თანამშრომლობა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რაზეც შემდგომში უნდა დაშენდეს გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება. ჩინელები თვლიან, რომ დღეს არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა, რომელიც არის უნიპოლარული, სადაც შეერთებული შტატები სამხრივად ადგენს თამაშის წესებს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის სახელით, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და იმ კრიზისებს და დაპირისპირებებს არათუ გადაჭრის, არამედ პირიქით უფრო აღრმავებს და გრძელვადიანს ხდის. ამიტომ დღეს არსებული ეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ვერ ქმნის სტაბილურ გარემოს მსოფლიოში და შესაბამისად არასტაბილური გარემო პრობლემებს უქმნის საერთაშორისო ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის, რომელსაც როგორც ვახსენე, რომელიც არის საწინდარი გლობალური მშვიდობის და უსაფრთხოების. გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა საინტერესოა იმითაც, რომ ამ დოკუმენტს შემოაქვს საერთაშორისო სისტემაში ქვეყნების უსაფრთხოებების თანასწორობის პრიმატი, რომ ყველა ქვეყნის უსაფრთხოება არის თანაბრად მნიშვნელოვანი. ასევე შემოაქვს ქვეყნების ინტერესთა თანასწორობის პრიმატი, რომ ყველა ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს თანაბრად გათვალისწინებული მისი ზომისა და სიმძლავრეების მიხედვით და ასევე აქ შემოაქვს ქვეყნების სუვერენულობის უფლება აი ამ უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაჭრას საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე საკუთარი უსაფრთხოება და არა გარე ჩარევებით და ცალმხრივი პერსპექტივით, როგორც ხშირად აქამდე ხდებოდა ხოლმე.